მას ასე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პრობლემებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში უკავშირდება ზაფხულს, კერძოდ კი კვებით ინტოქსიკაციებზე, ზაფხულში გამწვავებულ ინფექციურ დაავადებებზე და დღეს ამ მიზნით ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ ექიმი ინფექციონისტი, კლინიკა ნეოლაბის ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მაია ბუწაშვილი. ქალბატონი მაია, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. თქვენ ყოველთვის საუკეთესო და ყველასთვის საყვარელი რესპონდენტი ბრძანდებით. ქალბატონი მაია, მოდით ვისაუბროთ თუ რატომ ამწვავეს ზაფხული ზოგიერთ კუჭ-ნაწლავის პრობლემას და რატომ არის რომ სხვა სეზონებთან შედარებით ჩვენ ყოველთვის ნაწლავური ინფექციები ისევე როგორც გარკვეულწილად კვებითი ინტოქსიკაციები ამ სეზონს როგორც წესი უფრო უკავშირდება. დიახ, ახლა ძალიან აქტუალურ თემას მივადექით. თქვენ დაიწყეთ ზაფხულის ინფექციები და ცოტა ფართოდ რომ შევეხოთ. რა თქმა უნდა, საკვებთან ასოცირებული ინფექციები ნომერ პირველი პრობლემაა, თუმცა ასევე ზაფხულთან ასოცირებული ინფექციებად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგალითად კიპებით გადამტანი, იმიტომ რომ ადამიანები ბუნებაში ხშირად არიან და სულ ვაფრთხილებთ და კიდევ ერთხელ გამოვიყენებ შანსს, რომ ეცვათ მაგალითად გრძელი შარვალი და სახელოები და გამოიყენონ მწერების გადამცავი და ასე შემდეგ. ეს ერთი ცალკე ჯგუფია. და ალბათ დათვალიერებაც მშობელმა მერე რომ კარგად დაათვალიეროს რომ აღმოაჩინოს. კი ბატონო. ეს მნიშვნელოვანია. ასევე ეგრეთ წოდებული მოცურავეების ყური ზაფხულის ინფექციებად ითვლება, იმიტომ რომ აუზებში თუ მდინარეში და საკმაოდ ხშირია, ამაზეც რომ მოუწოდოთ რომ გაუფრთხილდნენ თავიანთ ყურებს, ან დაიცვან, ან ქუდი ეფაროთ და ვიზუალურად არასუფთა წყალს მოერიდონ. ასევე ხშირია სოკოვანი ინფექციები, იმიტომ რომ ხშირია ფეხში შველის სიარული და ასე შემდეგ, მაგრამ ისევ რომ დაუბრუნდეთ, ყველაზე მთავარი მაინც მართალია ეს არის საკვებისმიერი ინფექციები და წყლისმიერიც, ხო? დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით მიმდინარე ინფექციები. რატომ იმატებს მაიკო? რა თქმა უნდა, პირველ რიგში აქ ტემპერატურაზე ვართ დამოკიდებული, იმიტომ რომ საკვები თუ კი ჩვეულებრივ მაგალითად მომზადებული საკვები შეგვიძლია ვთქვათ სხვა ტემპერატურაზე გარეთ მეტხანს იყოს, ზაფხულში დაუყოვნებლივ თუ არ მოთავს და მაცივარში, იქ ბაქტერიები ელვისის სწრაფით მრავლდებიან, ასევე ნაწლავური ვირუსები და პარაზიტები. აი მაგალითად, როდესაც ვუყურებ ხოლმე დიდ ქართულ სუფრებს, ყოველთვის გული რეჩხი მაქვს ხოლმე, რომ ვხედავ ეს გაშლილი საათობით სიცხეში, იქ უკვე რა თქმა უნდა რისკია, რომ ბაქტერიები მრავლდება და მე რა თქმა უნდა ამ საკვებს ადამიანები იყენებენ მომდევნო დღეებში და კარგად უნდა თავდახურულ ჭურჭელში მაცივარში შეინახონ დარჩენილი საკვები და იდეალურია თუ მე გათბობადი საკვები იქნა და გავათბობთ ან მიკროტალღურში განსაკუთრებით კარგი იქნება. ასევე აი მაგალითად შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ. ერთი არის, როდესაც ჩვენს ორგანიზმში შედის ბაქტერია, ვირუსი ან პარაზიტი საკვებიდან და მეორეა, როდესაც ამ ბაქტერიის მიერ უკვე გამომუშავებული ტოქსინი შედის. უკვე როდესაც საკვები არის რაღაცა უკვე ტოქსინით დაბინძურებული. ამას გავარჩევთ შემდეგნაირად, რომ როდესაც საკვების მიღებიდან 2-3 საათში იწყება შეუპოვარი ღებინება და ადამიანები ამას მოწამვლას ეძახიან, საკვების მიერ ტოქსიკოინფექცია ჩვენს ენაზე, ეს ბაქტერიებით გამოწვეული კი არ არის, უკვე ბაქტერიის მიერ იმ პროდუქტში გამოყოფილი ტოქსინი. მალფუჭებადი პროდუქტი, იმიტომ რომ ბაქტერია გამრავლდა ტოქსინი გამოიყო და ჩვენ პირდაპირ უკვე ამ ბაქტერიის ესე რომ თქვა ჩხამი მივიღეთ ჩვენს ორგანიზმში. განსაკუთრებით აი კრემებში, ნაყინში, კრემებში ამ ტიპის რძის პროდუქტები განსაკუთრებით კარგი გარემოა თუ კარგად არ არის შენახული. ასე დროს ფაღარათი ნაკლებად არის, სიცხე არ არის. და თავარი რისკი აქ ისევ არის, რომ ადამიანმა ვერ შეირგოს სითხე და დაემართოს გაუწყლოება. დასალევად განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება ძალიან ადვილად განვითარდეს გაუწყლოება. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ ქალბატონო მაია? აი რა არის ვთქვათ რეკომენდაცია, რომ თავიდან ერთის მხრივ რომ თავიდან ავიცილოთ ვთქვათ საკვებისმიერი ინტოქსიკაცია და მეორეს მხრივ რომ ვთქვათ განვითარდა. რა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? ნუ პრევენცია არის მაგალითად თუ ჩვენ ვართ კურორტებზე, დარწმუნებული არ ვართ რომ იქ
ბოსტნეულის რეცხვა კარგად აუცილებლად მოხდება. ძალიან გადატვირთულ რესტორნებში, სასტუმროებში ხშირად რისკი. ახლა წარმოიდგინეთ სალათის ფურცელს ჯერ ჩვენ სახლში როგორ წვალობთ, რამდენ ხანს და ცოტა ძნელი დასაჯერებელია ხოლმე, რომ როცა ბევრია მომხმარებელი. ამიტომ ჯანსაღყვებას რა ჯობია, მაგრამ ასე დროს ჯობია მაგალითად სალათებს მოვერიდოთ და უფრო ცხელი საკვები მივიღოთ, რომელშიც ნაკლებია ალბათობა, რომ იყოს ბაქტერიები. ჩვენ ბინის პირობებში წაღანაც ვთქვი და გარეთ მაქსიმალურად მოვარიდოთ საკვები და პირდაპირ თავდახურულ ჭურჭელში შევინახოთ მაცივარში, კლასიკური და სტანდარტული ხელის ბანა, ბავშვებს მუდმივად შევახსენოთ, რომ ხელები იბანონ, ეს ოქროს სტანდარტია. და თუ მაინც უკვე დაგვემართა ინფექცია ან მოწამვლა, ეგრეთ წოდებული, მაშინ უნდა მივაქციოთ ყურადღება გარკვეულ ნიშნებს, როდის მივმართოთ ექიმს. თუ ჩვილი ბავშვი აქვს რისკების გაწევა, არის ერთმნიშვნელოვნად პედიატრი ან ინფექციონისტი უნდა ნახონ, როდესაც ჩვილი ბავშვი აღებინებს, ეს ნამდვილად ოჯახის პირობებში ძალიან რთული სამართავია, იმიტომ რომ შეფასება გაუჭირდება მშობელს, როდის ჭირდება ჩარევა. ასევე სასურველია, რომ მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონეებზეც არ იყოს რისკი და დროულად მიმართონ ექიმს, მაგრამ დანარჩენ ჩვეულებრივ შემთხვევებში სტანდარტულად მთავარია, რომ სითხე მივაწოდოთ. ჩვენთან ძალიან უყვართ გადასხმები და ხა მაშინვე გადასხმა არ ჭირდება. გადასხმის ამოცანაა, რომ სითხე შეივსოს. ამიტომ თუ ყლაპავს და იირგებს სითხეს, არაფერი არ უნდა. ხდება მაშინვე ამ სითხეს ღებინებაც, ხო? თუ და სითხე უნდა მივაწოდოთ. უნდა მოვერიდოთ ეგრეთ წოდებულ კუჭის შემკვრელ პრეპარატებს, რაც ძალიან უყვართ ჩვენთან მაშინვე დალევან ხოლმე. კი, კომფორტს ქმნის, მაგრამ ეს უკიდურესი ღონისძიება და თუ მაგალითად გზაში ვართ ან სადღაც საზოგადოებაში ვართ და ეს აუცილებლად გჭირდება, თორე ეს არ არის მკურნალობა, ანუ სახელს არ დავასახელებ, მაგრამ ვიცით ჩვენ რომ არის ანტისაფაღარატო პრეპარატები, რომელიც უბრალოდ მექანიკურად ნაწლავის მაგალითად არ ვიყენებთ, იმიტომ რომ ბავშვთა ასაკში არ გამოიყენება, ინტოქსიკაციის რისკი შეიძლება გაგვიზარდოს, თქვათ ის, რასაც ორგანიზმი დევნის თავისი და ნიკავებს ორგანიზმს და შეიძლება პრობლემა შეგვიქმნას. კი, და კარგია რომ დიაგნოსტიკა ჩავატაროთ. თუ ახლა კურორტზე ვართ, ბუნებაში ვართ, ამას ვერ ვიზამთ, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ამ მიმართულებით დიაგნოსტიკის სიმწირეა. ჯობია რომ განავალი გამოკვლეული იქნას პარაზიტებზე, თუ გახანგრძლივებულია ხოლმე ეს დიარეა, განსაკუთრებით ზაფხულში ხშირია ლამბლით, ანუ GRD-ით ინფიცირება, ამის ანალიზიც არსებობს და განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომ გავარჩიოთ არის ეს სალმონელა, შიგელა თუ რომელი. ზუსტად ამ მხარეს მინდოდა რომ მეკითხა, იმიტომ რომ ზაფხულში გარდა იმისა, რომ თქვათ ახლა რაც ჩვენ თქვით, ტოქსიკოინფექცია, განსაკუთრებით ეს ბაქტერიული ინფექციებიც იმატებს ხოლმე და თქვათ შიგელოზი, სალმონელოზი და აქვე თქვათ რომ რაღაც პერიოდის წინ აფეთქებასავით დასავლეთ ევროპაში, საქართველოში მე მგონი იმდენი არ იყო ეშერიხია კოლით გამპირობებული ინფექციები. თუ შეიძლება ორი სიტყვით რომ ამ ინფექციებსაც შევეხოთ, ამ შემთხვევაში როგორია კლინიკა, ვთქვათ, საკვებისმიერი ინტოქსიკაციიდან განსხვავებით და რა უნდა გავაკეთოთ, თუ უკვე აი ესეთი კლინიკა ვითარდება, რა შემთხვევაში უნდა მივიდეთ ექიმთან და რა არის, ვთქვათ, ის რაღაცა საყურადღებო ნიშნები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოგვსჭეს. მაწლაური ბაქტერიული ინფექციების საერთო დამახასიათებელია ცხადია ფაღარათი, ზოგჯერ ღებინება და ხშირად ტემპერატურის მომატება ან ერთ-ერთი მათგანი. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ამ დროს არის განსაკუთრებულად პათოგენური ნაწლავის შხირი, რომელსაც აი ზოგჯერ მედიაში გაჟღერებენ ხოლმე HUS ეძახიან, ანუ ეს ინგლისური აბრევიატურა HUS-ი, ანუ ჰემორაგიულ ურემიული სინდრომი. შეუძლია გამოიწვიოს ამ განსაკუთრებით ტოქსიურმა ფორმამ სისხლჩაქცევები, სისხლდენა შინაგანი და თირკმლის მძიმე დაზიანება. და განსაკუთრებით აი როდესაც თავიდანვე ანტიბიოტიკებით იწყებენ ფაღარათის დროს ეს დაუშვებელია ადამიანებმა ესე თვითნებურად რასთან გვაქვს საქმე კი ფაღარათის დროს ესე თვითნებურად ანტიბიოტიკები არ უნდა მივიღოთ. თუ შევამჩნიეთ სისხლჩაქცევა ან ღებინება რაღაცა ძალიან შეუპოვარია, მივარდნილია ადამიანი, ასეთ შემთხვევაში ან განავალში სისხლია, შარჩის სისხლია, ასეთ დროს რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა მაშინვე მიმართონ
პაციენტებმა ექიმს. თვითონ აი ვთქვათ შიგელოზი, სალმონელოზი, ესეც შეიძლება რომ ანალოგიურად მძიმედ მიმდინარეობდეს გართულებები თუ ვთქვათ აქ დეჰიდრატაციაა მაინც ძირითადი პრობლემა. ნებისმიერ ბაქტერიული ინფექცია შეიძლება მიმდინარეობდეს გართულებით. აი სალმონელაც თითქოს არსებობს სუბუქის შემთხვევებით, მაგრამ სალმონელური სეფსისიც კი არსებობს. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, აი მთავარი ნიშნები რომ ადამიანი მივარდნილია, საიდანმე სისხლდენა აქვს, ტემპერატურა შეუპოვარია, ღებინება შეუპოვარია, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. და აქვე გამოვიყენებ შანსს და ბევრჯერ ჩვენც გვისაუბრია ამაზე, აი ეს ტერმინი ენტეროვირუსი, რომელიც ფიგურირებს, კიდევ ერთხელ რომ ხაზი გაუსვათ. საქმე იმაშია, რომ ნამდვილი ენტეროვირუსებიც არის ზაფხულში. კი. ენტეროვირუსები არის ეს ეგრეთ წოდებული, მაგალითად ერთ-ერთია ხელის, ფეხის და პირის დაავადება, რომელსაც ზუსტად ზაფხულში აქვს ციკლურობა და ეს ტერმინი იმიტომ იწვევს დაბნეულობას. თუ ჩვენ ენტეროვირუსზე ვლაპარაკობთ, ეს არის გამონაყრით მიმდინარე დაავადება სიცხით და არა კუჭნაწავით. ისიც ზაფხულში უფრო ხშირად და ახლა სხვათა შორის საკმაოდ ბევრია შემთხვევები. სხვათა შორის შუტყვავილასთან ერთად, იმიტომ რომ შუტყვავილაც ძალიან ბევრია. და ნაწლაურ ინფექციებს ენტეროვირუსები არ ქვიათ. ეს არის ნაწლაური ინფექციები, მათი სახელი ან დიარეული და სხვა ვირუსები იწვევს ძირითადად, თქვათ ადენოვირუსი, როტავირუსი, ახლა როტას ვირუსთან დაკავშირებით ალბათ ცოტა ნაკლები, იმიტომ რომ ვაქცინაციის მერე თქვათ გარკვეულწილად შემცირდა, თორემ მას საკმაოდ მძიმე დეჰიდრატაცია შეიძლებოდა რომ გამოიწვია და პრინციპში დეჰიდრატაციისაც ძალიან გვეშინია. ჩვენ გარდა ვთქვათ აი ამ ბაქტერიული ინფექციისა შეიძლება რომ ვთქვათ არ იყოს ბაქტერიული ინფექცია, მაგრამ გაუწყლობა სწრაფად შეიძლება განვითარდეს და მაგალითად ნოროვირუსის დროს ყურადღება. აი ასაკობრივად უნივერსალურია ნოროვირუსი, ერთ-ერთი რომელიც ადვილად სადიაგნოსტიკოა განავალში ანტიგენის ტესტით, მაგრამ რაღაცნაირად შეუმჩნეველი რჩება, არა და დიდი აფეთქებები ახასიათებს და მასაც შეუძლია ძალიან სწრაფად გაუწყლოება მოახდინოს და ერთბაშად ბევრ ხალხზე გავრცელდეს. და ამიტომ აქაც მოკლედ კიდევ ვიმეორებ, აი კარგია ხოლმე რომ თუ ორგანიზებულ ჯგუფში მოხდა აფეთქება მაგალითად, ხო? თუნდაც ერთმა და ორმა რომ ჩაიტაროს დიაგნოსტიკა, უკვე გასაგები ხდება ყველას, ხო? ეს არის ერთი და იგივე პრობლემა. ხშირად მithkoms ხოლმე მე უარი უკვე რომ დანარჩენებს აღარ გინდათ გამოკვლევა, იმდან ტიპიური აფეთქებაა, რომ გასაგებია რა გაქვთ. არის გამომწვევი. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო მაია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებელი მიყვება იმ რჩევას, პირველ რიგში როგორ მოახდინოს პრევენცია, მიყვება იმ რჩევებს, რაც შეეხება როგორ შეინახოს საკვები, რომ მიიღოს ყოველთვის სუფთა წყალი, რომ აუცილებელია ჰიგიენა განსაკუთრებით და მალფუჭებადი პროდუქტებსაც მოერიდება, გაიწყაროს წყლებს რომ მოერიდონ კიდევ მაქსიმალურად ეს დაგვაუწყდება. და რა თქმა უნდა, ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ წყალი არის სუფთა, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ხშირად არის ხოლმე და ჩვენ გვაქვს, რომ აფეთქება შეიძლება იყოს წყალთან მიმართებაშიც და გაითვალისწინებს იმ საშიშროების ნიშანსაც ყოველთვის თუ დაინახავს ასეთ პრობლემას აუცილებლად მიმართავს ექიმს და ეს იქნება ადრეული დიაგნოსტიკა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. და ჩვენს მაყურებელს ჯანმრთელობას ვუსურვებ.